ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატანცვლებათა პაკეტს დღეს პირველი მოსმენის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ინიციატივა ქართულ ოცნებას ეკუთვნის. ცვლილებების მიხედვით იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება. ცალკე უქმედებებზე იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები, ასევე ჯარიმები ამოქმედება საჯარო მოსამსახურის თუ სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაშიც. ჯარიმის ნაცვლად პატიმრობით დაისჯება ძალადობრივი ქმედებები საჯარო მოწოდებებზეც. პოლიციელებზე ძალადობის თუ მუქარის ფაქტებზე კი პატიმრობის ვადები გაიზრდება. ცვლილებათა პაკეტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. ოპოზიცია ინიციატივასთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებებს აქვეყნებს. ადმინისტრაციული დაკავების ვადას რო ხანგრძლივდება, ესეც არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ განაცდა დღევანდელი ოცნება. ბუნებრივია, ყველაფერს აბრუნებს უკან და კიდევ უფრო უარეს აკეთებს. მაგრამ მე მინდა მათ უთხრა, რომ ეს ვერანაირად ვერ იმოქმედებს პროტესტის შეწყვეტაზე, რაც არ უნდა გაამკაცრონ კანონები, რაც არ უნდა გააგრძელონ ძალადობა ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე, ქართველი ხალხი თავის მიზანს მიაღწევს და ამ ქვეყანაში აუცილებლად ჩატარდება ხელახალი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში. სტატისტები არიან და რა მნიშვნელობა აქვს იქ კიდე სისხლის სამართლის კოდექსში შეაქვთ უამრავი ცვლილებები, ანუ ხმამაღლა საუბარით შეიძლება დასჯადი გახადონ. ზუსტად ეგ არის ევროპული დემოკრატიული სტანდარტიდან გადახვევა, ხო, რაზე ჩვენ ამდენი ხანი ვსაუბრობთ. უბრალოდ აქამდე ამას მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებზე ავრცელებდნენ და ახლა მასიურად დაიწყეს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, საზოგადოების წარმომადგენლებზე, ახალგაზრდები, სტუდენტები, მსახიობები, მასწავლებლები, სულ ყველა ექიმები, ყველა საკავებენ აბსოლუტურად. თვალისწინებს ერთადერთ მიზანს მოხდეს პრევენცია ყველა იმ დესტრუქციული ქმედების და დროულად აღკვეთა, რაც სამწუხაროდ საზოგადოება მიხილა არაერთის საქართველოში, მაშინ, როდესაც მცირე ჯგუფი ადამიანების ცდილობს მთლიანად საზოგადოებას ერთი რომ თავს მოახვიოს საკუთარი ძალადობა, იზალადოს პოლიციაზე, იზალადოს საზოგადოებაზე, ამ ყველაფერს სჭირდება ადეკვატური პასუხი და რეაგირება და ეფექტურად რეაგირების განხორციელების მიზნით ცხადია რომ ეს ცვლილებები იქნება განხორციელებული, ეს საქმე მივა ბოლომდე და რა ბუნებრივია რომ სამართლიანობა, კანონის უზენაესობა იქნება ბოლომდე უზრუნველყოფილი და დასული ჩვენს ქვეყანაში. მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისის და ეკონომიკური კრიზისის შექმნის მცდელობა, მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკური თანამდებობის პირების, პოლიციელების, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ბულინგი, სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა და მთავარი პოლიტიკური კრიზისის შექმნა. ახლა აღმოჩნდა რომ თურმე საერთაშორისო მაგისტრალების გადაკეთვაზე უნდა გაიაროს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება არის მიღებული ერთ-ერთი იმის გამო, რომ ადამიანებს არ ქონდათ განცდა, რომ მათი მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ისინი დარჩებიან დაურჩერებს.